არაჩვეულებრივ ღონისძიებაზე ვიმყოფებით. ეხლა ხიდები, რომელიც გაიმართა საქართველოსა და ამერიკას შორის, ხიდები, რომელიც მე ვფიქრობ არასდროს არ უნდა დაირღვეს და აი ამ ღონისძიებას აქვს მოცული მთლიანად ყველაფერი. იქნება სპორტული ღონისძიება, პანელური საუბრები. მე ამ შემთხვევაში მონაწილეობ ფლიმარკეტში, სადაც ქართველი მეწარმეები და შემოქმედები ვართ, შეკრებილები და ძალიან კარგი, იმდენი ქართველი ნახე დღეს, რომ ვერ წარმოვიდგენ, მე მგონი ამდენი ქართველი არ მინახავს, ბევრი წლის განმავლობაში უამრავი ქართველი არის ამერიკაში და ეს კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაგებინოთ საქართველოს, რომ ამერიკაში ძალიან ბევრი ვართ და სუმეცინება იცი რაზე, რომ აი ესეთ ფლიმარკეტში ვიყავი ბოლოს ბათუმში და ეხლა ვარ პრინსტონში, ნიუ-ჯერსიში. ანუ ქართველები ვუჭერთ მხარს ქართველებს, რომ ჩვენი ბიზნესი რაღაცნაირად წინ წამოვწიოთ და მეც აქ ვარ. თავიდან ბოლომდე დასრული ვარ, ყველგან რაღაცა ტურსაცხები მისვია და ყველას ვცდილობ, რომ გავაცნო ქართული ბრენდი და ძალიან ამაყი ვარ და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. მე წარმოვადგენ ქართული წიგნების ონლაინ მაღაზიას წიგნების თაროს ამერიკაში. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პრინსტონში ქართველი ემიგრანტები. ჩვენ წარმოვადგენთ მცირე ბიზნესებს და გადავწყვიტეთ, რომ დღეს შემოუერთდეთ ამ პროექტს და წარმოგვედგინა ჩვენი პროდუქცია და გვეჩვენებინა როგორც ამერიკელებისთვის, აგრეთვე ქართველებისთვის. განწყობა ამაღლებული, ახლა დაიწყო სწორედ ხალხის შემოდინება და ველოდებით ჩვენს ქართველებს, რომ ვუჩვენოთ ჩვენი პროდუქტი. დღეს შესანიშნავი დღეა. ვართ გამოფენაზე, სადაც წარდგენილია უნიჭიერესი ქართველი ხელოვანი ადამიანების ნამუშევრები. ეს შესაძლებლობაა გავაცნოთ მსოფლიოს და ამ შემთხვევაში კერძოდ ამერიკას უნიჭიერესი ქართველი ადამიანები. მე გახლავთ საქართველოს ხელსაქმის განვითარების ასოციაციის წევრი, დაკავებული ვარ ხელოვნებით, კერძოდ მაქვს ნამუშევრები ლენტვითი ქარგვის ხელოვნების დარგში. და ვცდილობ გავაცნო ამერიკელებს, ასევე ჩვენ თანამომამულეებს ჩემი ხელოვნების ნიმუშები. გვჭირდება ძალიან ძლიერი და დიდი ხიდები საქართველოს და ამერიკის ურთიერთობის შორის, ამიტომ შევხვდებით კიდევ კვლავ 2026 წელს. ჩვენ ვიმყოფებით ახლა პრინსტონში. პირველად ხდება ეს დღესასწაული, ულამაზესი დღე არის. შევეცადე, რომ მომეტანად, რასაც დღესდღეობით მოღვაწეობ, ეს არის იოგის ბიზნესი, გოლფის ბიზნესი. ვარ პროფესიონალური იოგის მწვრთნელი, გოლფის ინსტრუქტორი ამერიკაში. ძალიან დიდი დრო დაჭირდა, თითქმის 20 წელიწადი, რომ ამ ყველაფრისთვის მომება თავი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საქართველოსთვის რაღაც გამეკეთებია, რაღაც მნიშვნელოვანი, რაც გამოვადგებოდა ახალგაზრდობას და დაგვაკავშირებდა ზუსტად აი ამ ხიდს საქართველოსა და ამერიკას შორის. გადებული ხიდი. ზუსტად ეს თემაა, რა თემაზეც ახლა ვიმყოფებით ჩვენ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. აქ ყველას ერთი გვაერთიანებს სამშობლოს სიყვარული. ჩვენ ვიყვართ ჩვენი სამშობლო და ვბრძოლობთ, რაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია, ისე ვბრძოლობთ. შევხვდებით ხიდები 2026-ზე.